გასაკეთე. ამდენიმე სახელიც და ეგ არის. რა არის მე რატოც. მეგობრობის დღეორი. კაკო ერთად იწერება თუ ტირეთი? კაკო ერთად იწერება კტოთი. დანელია. რა მნიშვნელობა აქვს? მოგესალმები, შავო მხარე, მე თეთრი მხარე ვარ, როგორც მივხვდი. დღეს ჩვენ ვიქნებით სტუმრის გარეშე. შენ რატო გელაპარაკები? იდეაში ხომ მაყურებელს უნდა ველაპარაკოთ. დღეს ჩვენ ვართ სტუმრის გარეშე, ჩემო კარგებო. ძირითადად ეს პროექტი იქნება მე და გოჩესა ხოლმე, მე და ლუკარდი წავიყვანთ, მაგრამ შიგადაშიგ იქნება აუცილებლად სტუმარი. ეს არის დაახლოებით საახალწლო პერიოდს დაიდება და თან რეალურად ტესტავთ, რომ იმან მეტნაკლებად ვიცით, რომ თემა ვიწრო არის, ხო ხდები ახლა დიდი ფანბაზა, მე ესე მგონია სამწუხარო ჯერჯერობით ანიმეს არ ყავს, მაგრამ ის შედეგი რაც დადო პოდკასტმა აბსოლუტურად საკმარისია. ეხლა ვტესტავთ აი მე და გოჩამ რომ ავიღოთ ხოლმე ესე და დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რამდენად კარგად წაიღებს. იმედი მაქვს რომ წაიღებს. ბოლოს იქნება გათამაშება, დაელოდეთ პოდკასტის ბოლოს სასაჩუქრე 5 ანიმეს თემატიკის წესებს გეტყვით ყველაფერს. რჩევა გავითვალისწინეთ უთხრათ. კი. აღარ მივედმოვედოთ ხო ყველაფერს? ხო, უფრო ანალიტიკური იქნება, იმიტომ რომ ესე ჯობია რა. და თან ის რჩევა რომ ერთი ანიმე აიღეთ, ხო ხა თამბნეილზე მიხვდით რა, რომ ერთ ანიმეს ავიღებთ ხოლმე ძირითად შემთხვევაში და მაქსიმალურად ვეცლებით ჩავშალოთ, მივშალოთ, რაღაცები გავიაროთ და რას ავიღებდით თუ არა კლასიკას? ხო, ყველასთვის საყვარელი Death Note. ეს საათი ძალიან მიხარია რომ ვიკეთე. რა ლამაზია, როგორ მახსოვს. ვიღაცამ გაჩუქა, მეც ეს ვიღაცამ გამიძრო, არ მახსოვს. სახელი ხელბანსო. დავბერდ. ერთი სიტყვით დავიწყოთ. ესნაუდი ბევრჯერ მახსოვს. ოღონ დიდი ხანია არ მინახავს რა და ცოტა აგდებულად ვუყურებდი. აქამდე Death Note-ს, იმიტომ რომ აი არა, სხვა რამეს ვიძახ. ისეთ სიღრმეებს არ ვეძებდი რა, თორე ძალიან კაია Death Note. ჰა. ერთს მივხვდი რომ +18 ნახტად არ არის და აი შუტკი და რა. +18 არ არის, არა, +18 იცი რა პონჩი შეიძლება აღიქმებოდეს. იდეურად, ხო, ანუ თვითონ თემა რასაც განიხილავს, ახალგაზრდამ შეიძლება უბრალოდ ვერ გაიაზროს არა, ბოლომდე ვერ გაიაზროს. კარგად, ანუ სხვაზე 25 წლის ასაკში უფრო კარგად შეხედოს მაგ თემას, ვიდრე რაღაცა 18 წლამდე, თორე ეგეთი ბერსერკი არ არის. მიხდი რა, ანუ ჟუტკი და რაღაც ვაფშე არ არის რა, მაგაში გეთახა. ხო და თან ის მაქვს რა, აი ხა კიდე თქმა მინდოდა რომ რატო ჯობია რა, ზოგადად ეს საუბარი, რომ ანიმე არის ზოგადად ძალიან ფეხებზე დაკიდებული და აბუჩა დაგდებული რამე. საზოგადო კონტექსტში რო თქვა. იმიტომ რომ არის უბრალოდ გართობის წყარო რა და არ არის ეგრე, ანუ მანგა არის ჩვეულებრივი ლიტერატურა, ანუ დოსტოევსკის თუ კითხულობ და ნაუკი ურასავას ერთი და იგივე რაღაცას კითხულობ, აღმოსავლური ერთი, დასავლურია მეორე რა. და ერთნაირად უნდა შეფასდეს, ანუ ანიმეს რო აფასებენ მარტო ისე რომ ძალიან მაგარი ჩხუბი იყო ძმა და ეხა მე და შე რო დავშვიდეთ Death Note-ზე და 1 საათი ვილაპარაკოთ ლაითი უფრო ჭკვიანია თუ ელი. რა სისულელი არის საუბარი. ვიხდი, ანუ და უფრო დააკნინებს რა ანიმეს და ვიღაცას რო ეთქვი რომ ანიმეს უყურებ რაღაცა. ზედა შემოქმედო და სადღაც მართალი იქნება რა ხო და ძალიან ისე ჩავშალოთ ეხლა. დავაი, ხო არ ჯობია ვისაც სიტყვაზე არ უნახავს, დაახლოებით სინოფსის ავუხსნი რა. ეს არის 37 სერია, დაახლოებით 9 საათიანი სერიები თითო თუ არ ვწდები. ამბავი მდგომარეობს შემდეგში, ანუ ეს სინოფსისი რო გითხრათ რა. აი რასაც ეხა ხედავთ Death Note, ეს არის ერთ-ერთი გაკეთებული Death Note თავისი წესებით და რაღაცებით, ანუ მიხვდებით რა, ვინც ანიმე იცით, ხოლო ვინც არ იცით. არსებობს ორი სამყარო. ჩვენი სამყარო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და სამყარო, სადაც არიან შინიგამები. შინიგამები არიან სიკვდილის ღმერთები. და იწყება ანიმე ესე რომ ამ ჩვენს სამყაროში არის ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა თინეიჯერი ბიჭი, რომელიც სკოლაში სწავლობს და აკვირდება სამყაროს და ხვდება რომ ბევრი ბოროტება, აურაცხელი ბოროტება არის, ეს ყველაფერი აღიზიანებს და თან ამ ყველაფერთან ერთად იმდენად ჭკვიანია, 200 აქვს IQ თუ რაღაცა, ჰიტას არ ეწყინოს, ხო და იმდენად ჭკვიანია და იმდენად როცა ეგზისტენციალურ საკითხებზე ფიქრობს, მისი ასაკისთვის რო არ არის შესაბამისი რა, ცოტა მოიწყინა. ამ დროს პარალელურად ხდება ამბავი შინიგამების, სიკვდილის ღმერთების სამყაროში, განახებენ ლანდშაფტს, სადაც სხვადასხვა სიკვდილის ღმერთები, რომლებიც ცოტა მონსტრებს გვანან რა. ზოგი ნარდს აგორებს, ზოგი სადღაც ანეკდოტს ყვება თუ რაღაც და ერთ-ერთი მათგანი, სახელად რიუკი,
იყურება პორტალში. ესეთ პორტალი არის იმის იქით უკვე დედამიწა არის, ამისაკეთ ექშინი გამების სამყარო და იმასაც ეუბნებია რომ შემოგვიერთდიო, არაო ისიც მოწყენილია. და აკვირდება ამ სამყაროს და ერთი და იგივე მომენტში ეს რიუკი და ეს კირა იგივე იაგამი ლაითი აფიქსირებენ ფრაზას რომ ეს სამყარო დალპა. ის იძახის თავის სამყაროზე, ეს თავის სამყაროზე. რა კონტექსტში იძახის, რა კონტექსტ გულისხმობს, ამაზე ანიმეში ნელ-ნელა ვარკვევთ. თუმცა აი ზუსტად ამ მომენტის შემდეგ იაგამი ლაითი რომელიც ჩაფიქრებული ზის თავის რაღაცა ფიქრებში არის და მერხიდან გამოიძახებს მასწავლებელი და იდეალურ პასუხს გაცემს და მასწავლებელი ეტყვის რომ როგორც ყოველთვის რომ აბა რას ველოდიო, ამ დროს ფანჯარაში გაიხედება და ხედავს რომ აი ეს მოფრინავს. აი ესე ძირს მოფრინავს და დაეცემა. დაეცემა, ვაფიქსირებთ ამას და შემდეგი კადრია რომ სკოლიდან მიდის სახლში და გვერდზე გაუვლის. აიღებს, აიკითხავს და წერია ესეთი რაღაც. ეს არის სიკვდილის ღმერთის დღიური, ანუ ეს არის რიუკის სიკვდილის ღმერთის დღიური, რომელიც აქ გადმოაგდო ჩვენს სამყაროში. და წერია წესები თავიდანვე. ნებისმიერი ადამიანის სახელი ვისაც აქ ჩაწერს 60 წამში მოკვდება. და კიდე ბევრი წესები. ამას რო წაიკითხავს 40 წამში. თუ 40 წამში, ხო, 40 წამში მოკვდება. ამას რო წაიკითხავს, თუ რაღაცა იდიოტობაო და გადააგდებს. ძალიან საინტერესო გარდატეხა თუნდაც ეგ ერთი წამი, რომ ადამიანის ცნობის მოყარეობის ფაქტორი რა. მისი IQ შესაძლებლობებით, მისი რაღაცა სოფთხედველობით ეს რო გაეტარებინა ძალიან რელევანტური იქნებოდა. შემდეგი კადრია რო ხედავთ მეტროს გადასასვლელთან თუ სადღაც ხალხთან ერთად გას და ჩანთაში უდევს. უდევს ეს Death Note. მიდის სახში და რეალურად ამბავი არის ის, რომ რაღაცა სამეცადინო ამბებს აკეთებს, არის პოლიციის კომისარის შვილი, ძალიან ისეთი ოჯახია წარმატებული, ასე შემდეგ და ისევ გადაშლის ამ დღიურს, გადახედავს რაღაცებს და ხედავს რეპორტაჟს. ტელევიზორში აჩვენებენ, რომ სკოლაში შესულია ვიღაცა ტერორისტი და მძევლად აიყვანა ვიღაცეები, რა ბავშვები რაღაც და ანახებენ სახეს და სახელ და გვარს. და ეს იაგამი ლაითი რაღაცა ღადავ-ღადავში, რა თვითონაც რო არ ჯერა, აი ამ სახელ და გვარს ჩაწერს, დაკეცავს და გადააგდებს და თავის საქმეს უნდა მიხედოს, არა, დაითვლის იმ რაღაცა 40 წამს თუ 60 წამს, ხო 40 წამს და ანუ არაფერი არ ხდება და რა თქმა უნდა, გადააგდებს და უცებ რეპორტაჟში ხედავთ, რომ ბავშვები გამორბიან სკოლიდან. ის ტერორისტი გარდაიცვალა. აი აქ იწყება სერიოზული ამბავი. ანუ ტიპი ეჭვობს, რომ უიმე, ეს ჩვეულებრივი რვეული არ არის. და მე არ ყოფს, რომ არ არის, მე გამოჩნდება ეს რიუკი და ერთად იწყებენ ამ რაღაცა დიდ თამაშს. მოდი ახლა ნელ-ნელა ეს არის შესავალი ერთგვარი და ექსპოზიცია. ეხლა საინტერესო რაღაცას ვიტყვი, რომ რეალურად ამბავი ეგრე არ დაწყებულა. ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრის თავიდან არ იყო ეგ და Death Note პირველად გამოქვეყნდა მოკლედ 2003 წელს მანგა Shonen Jump-ში, საყოველთაოდ ცნობილ ჟურნალში და სხვათა შორის მან ძალიან გაუმართლა Shonen Jump-ს, რომ კაკრას ეგ წელი იყო, როცა Shonen Jump-ის ოქროს ერა მორჩა. ანუ Dragon Ball-მა თავისი მოჭამა ასე აღარ იყო. სამეული ჯერ ახალი დაწყებულია, ამიტომ ჯერ დიდი არაფერი არ ხდება. და მაგიტო ანუ კრიზისი ჰქონდათ, რა ვქნათ და მაგიტო ძალიან ესე მიმღებლობა ჰქონდათ სხვადასხვა იდეებისადმი. დღეს Death Note-ს არ გამოაქვეყნებდნენ 100 წელი. Shonen Jump-ში 100 წელი. ოღონდ დასაწყისი ჰქონდა სხვა, ანუ საპილოტე ჩაპტერი რო გამოვიდა, მან არც ლაითი იყო მთავარი პერსონაჟი. და სიტუაცია ცოტა სხვანაირი იყო რა. თავი პერსონაჟი მანდ არის კოგამი და არის 13 წლის ბავშვი. რომელიც მე საბოლოო ვერსიაში არ მოხვდა. არა. ოკეი. და ზუსტად იგივენაირია, ოღონდ თავიდან არ არის რომ რიუკი მოიწყეს რაღაც. რიუკი პირდაპირ უგდებს რა. აკეთე როგორც ეს დაახლოებით იგივე ისტორია, როგორც აი ნარუტოს რო ქონდა ჩანაფიქრი, სულ სხვანაირად იწყებოდა და მე რო შეცვალეს და სხვანაირი გაიჩითა. იგივე ქონდა One Piece-აც, როგორც ვიცი, მანგა სულ სხვანაირად დაიწყო და მე სხვა რაღაცაში ანუ ესე რედაქტირება ვერ გაიარა იმიდიამ, რასაც შენ ამბობ და სხვა რაღაცა მივიღეთ. გამოქვეყნდა. დაჟე გამოქვეყნდა, ხო, მე არ ვიცი ეგ ამბავი. საპილოტო ვერსია იყო, გამოქვეყნდა და სხვადასხვა რამოდენიმე ტირაჟი რაღაცები განსხვავდება რა. უმნიშვნელოდ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არის ვიტყვი მაგასაც. და ეს კოგამი არის 13 წლის ბავშვი, არც ლაითი ბიჭკვიანი არ არის, ჩაულებრივი ტიპი არის რა. და რო ჩაუგდებს, წაიკითხავს ეგეთს, გატესტავს თავის ბულერებზე თუ რაღაცა და რომ მოკლავს, უკვე всё პანიკაშია. ის კი არა რომ რა მაგარი რაღაც დავითრე, პანიკაშია. ჩამოვა რიუკი აუხსნის ეს, ოღონდ ფეხებზე კიდია ტიპს რა არ გამოვიყენ, არ უნდა გამოყენებ. კიდე მნიშვნელოვანი რა არის, რომ Death Note არის უფრო დაწყევლილი არტეფაქტი ნაჩვენები, ვიდრე რაღაცა ღვთაებრივი ის ultimate იარაღი რაღაც. და დაწყევლილი არტეფაქტი არის და უფრო აქ იაპონური urban horror-ის ვაიბები რა, სტილისტიკურადაც.
მოკლედ გამოყენება არ უნდა ამ როეულის, ყავს საუკეთესო მეგობარი, ის აძალებს რომ იდი შეჩემა გამოიყენე, რაღაცა კარგია. სხვათა შორის არის საშლელი კიდე რა. Death Note-ში შემდეგ იმაში ხო უნდა დაწვა ფურცელი რომ ეფექტივიც ეს. აქ არის ამოშლა შეგიძლია ჩაულებრივად. და თავის თავს ჩაწერს და ამოშლის არის ეგეთი რაღაცაც. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეხლა დასასრული დიდად რო თქვა, ვარგა თქვა, არ ვარგა, იმიტომ რომ მაინც საპილოტო ვერსია იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველ რამოდენიმე ტირაჟში იყო გამოკითხვა ბოლოს. შენ რომ მქონდეს სიკვდილის როული, რას გააკეთებდი? სხვათა შორის მე მინდოდა მაგ თემას დღეს, აი მე რაზეც მინდა ვილაპარაკო, უფრო პოსტფაქტუმ ეგ არის იდეაში. რომ ძალიან საინტერესო იდეის მატარებელია რა, ძალაუფლების რაღაც აბსოლუტური ძალაუფლების. ვიცი რა, რადგან ის საკითხული გაქვს, ანუ ეს ვერსია ჯობია თუ ის ვერსია უფრო საინტერესო იყო? არა, შემდეგ. საპილოტე მომავალი არ ქონდა. ეგეთია, მომავალი არ ქონდა. აი, ესეთი მორალური კონფლიქტები პერსონაჟებში და ასე არ იყო რა. უბრალოდ იყო ძალიან პოპულარული იდეა, მაშინ 2000-იანების იაპონიაში არ იყო რა. დანაშაულთან ბრძოლა კარგი დღეში, ვიდრე წინა დეკადებში და ამიტომ იყო მსგავსი იდეა ძალიან პოპულარული. რომ რა მოხდება, რომ აი რაღაც ეგეთი შემეძლოს. და ამ პოპულარობითაც ისარგებლეს რა, უბრალოდ ის იქნებოდა გაგრძელება მგონია სტორი იქნებოდა, რომელიც უბრალოდ არის საინტერესო ბავშვებმა, რომ აი ესეთი მორალური კონფლიქტები როგორც ამ ხელა ხაიპი და ასე შემდეგ არ ექნებოდა. არა მგონია. იქნებოდა რაღაც. ეგ საინტერესო, ეგ ცოტა არ ვიცოდი. პოკემონზე უფრო აი პოკემონის სტილში როგორ რაღაცა უფრო ბავშვებზე გათვლილი არა რა. ეგ არ ვიცოდი. ეგ ცოტა არ ვიცოდი. აი მან ძალიან საინტერესო ის არის რომ ბოლოს რატო ქონდა ის თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას. და აქ ეგ ამბავი არ არის. აქ ეგ ამბავი არ არის და ოღონდ პირდაპირ არ არის ნაჩვენები. ავხსნი მაგას რას გულისხმობ, ანუ თავიდანვე ჩანაფიქრი აუცილებლად გონია იყო ის რომ ხალხმა თავი უნდა გააიგივოს ამ სიტუაციაში რა. და ფიქრობ რომ მაგიტო წაიხსნება ლაითის და ელის ესე ძალიან კონტრასტი. მიუხედავად იმისა რომ ლაითი აშკარად ბოროტი ტიპი არის და არც ელია მაინც ანგელოზი. ხო, მაგაზე მინდა ვილაპარაკოთ. რამდენად აშკარად ბოროტი ტიპი არის ასე შემდეგ. და სპოილერების გარეშე არ გამოგვიყვება ხა. არა, ეხლა. კაი, მაშინ გატიშეთ უყურეთ 27 სერიას და ხო, გვაპატიეთ, მაგრამ ნუ ესეთი ამბავი. რო გავაგრძელოთ ამბავი, ეს იაგამი ლაითი ამ დღიურს როცა ჩაიგდებს და როცა აღმოაჩენს რომ 100%-ით მუშაობს, იქ მეორეთაც ტესტავს და აღმოაჩენს რომ ეგრე არის. ერთი სიტყვით, იდეა რაც მას ამოძრავებს და მთელ იმას მისდევს ექსპოზიციას ლეიტმოტივად არის ის, რომ თავიდან ეს ადამიანი ცდილობს სამყარო გაწმინდოს ბოროტებისგან. და იქ არის წესებში, აი აქაც რო გადაშლი რა, წესებში წერია რომ ადამიანი რომელიც ერთხელ მაინც გამოიყენებს Death Notes, ვერც ჯოჯოხეთში მოხვდება და ვერც 60-ში. ეს არის რაღაც ერთ-ერთი წესი, რომელიც იქ წერია. ტიპი იძახის, რომ მე მზად ვარ ამ რიუკს ეუნება, რომ შევწირო. რიუკისთვის ეს არის გართობა. ანუ რიუკი არის მოწყენილი თავის სამყაროში, რაღაც საუკუნეში ერთხელ ესეთ რაღაცას აკეთებს და მერე ერთობა რა. და რიუკი ეუნება, რომ ბოლოს მე მოკლავ, მე თავისი როეული კიდე კიდია. რიუკს ესეთივე აქვს, ხო, ცოტა დიდი ჯვარი აქვს რაღაცაზედ. მე ჩავწერო შენ სახელსო იცოდეო რა. მზად არის, ანუ ეს ადამიანი დაირქმევს კირას კირა შეარქმევს სოციალურ ქსელებში უბრალოდ და მე აიღებს ამ სახელს მოეწონება და მოკლედ იდეა რითიც იწყებს არის რომ უნდა რომ გაწმინდოს პლანეტა ბოროტებისგან მანიაკები ვიღაცა სერიული მკვლელები და აი ვისი სახელით იცის რაღაც ყველას წერს და ამას აქცევს რუტინად ანუ დღეში წერს რუკი მაღაზია გაკვირვებული აქამდე არც ერთ მოკვდავსო ვისთანაც ეს დღიური ჩავარდნილაო ესეთ რაღაც არ უქნიაო ანუ ესეთი ინტენსივობით ტიპი სკოლიდან მიდის ჯდება და ასობით სახელს წელს რა და ანადგურებს ამ ტიპებს და იქ კადრები გადაიცოთ ციხეებში ეს მანიაკები კვდებიან ასე შემდეგ ანუ ერთგვარი იდეა ვიღაცის საკამათოა მესმის ეს ორხრივი მორალი აქვს, მაგრამ იდეა ჩემთვის თავიდან აბსოლუტურად გასაგები იყო რა, ანუ ერთი ადამიანი წირავს თავის თავს, იმიტომ რომ გაწმინდოს ბევრი კითხვის ნიშანია, ვის წმინდავს, როგორ წმინდავს, ყველაფერი არის ასე შემდეგ, მაგრამ იდეა მისი ასე თუ ისე მესმოდა. ჩდება ადამიანი ეგეთივე IQ-ს მქონე, მეტნაკლებად შეიძლება უფრო ჭკვიანი რაღაც ამბავში, რომელიც არის დეტექტივი. ინკოგნიტო არავინ არ იცნობს სახეს და ყველაზე მძიმე საქმეებს იკვლევს მსოფლიოში. და როცა ჩიხში შედის პოლიცია, ეძახიან ამას. ეს ტიპი ეკრანზე ჩდება L100, ყავს თავისი პროტეჟე, რომელიც მოდის და პოლიციას და FBI-ს და ვიღაცებს ეკონტაქტებს. ერთი სიტყვით ეს კვლელობები რო უკვე მასიურ ამბავში გადაიქცევა, პოლიცია რო ვერაფერს ვერ შვება და უძახებენ L-ს. და ელი დაიწყებს ამის გამოძიებას რა. და მე აღმოჩნდება რომ რაღაცა ფანს დაუდგავს ელი
და მოკლედ გამოჩნდება რომ ესე იგი კირა დააფიქსირებს რომ ვიღაცა ელი არსებობს ძალიან დერსკი დეტექტივი მას ეძებს ხოლო ელი კარტებს გახსნის რომ დიახ მე ვარ ელი და შენ გეძებ და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგჟი და იწყება გენიალური კატა თაგობანას თამაში ვინ უფრო ჭკვიანია აი ეს არის ამბავი რა სინოფსისი დასაწყისის მე რაც და კვანძის შეკვრა მოდი ასე ვთქვა ხო და რა მინდოდა თვითონ იდეა შენ არ მიგაჩნია რომ ეგ არის რომ აი აბსოლუტური ბოროტება არისო რა რო იძახი ეგრე გონია რომ აბსოლუტური ბოროტება არის აბსოლუტური ბოროტება ანუ მე მგონია ნახე რა ეგ არის ლაით იაგამი არის მორალური აბსოლუტიზმის კრიტიკა ანუ ერთ ადამიანს არ შეუძლია იყოს მორალურად აბსოლუტური მიუხედავად იმისა რომ ძალა გაქვს ასე შემდეგ შენ არ შეგიძლია ობიექტურობის შესვლა აქ არ მინდა ეხლა უშუალოდ დასასრულზე გადავხტე არ გაბედო მაგრამ აი ნიერი ეუბნება ბოლოს ძალიან საინტერესო რამეს რა და მგონია რომ მთელი კვანძი მან დიხსნება ლაით იაგამის გარაში რო დიალოგია გარაში რო დიალოგია აი ამას ეტყვის და всё დედაკ ნატირები ტიპს ეგრევე და ნიერი ეუბნება შემდეგს რომ სანამ შენ არ შეგეძლება აბსოლუტური ობიექტურობის შეცვლა იქამდე კი რა იქნება არაფერი გარდა მკვლელისა და ლაით უბრალოდ ვერია ანუ god complex ღმერთის კომპლექსის თემა არის მან გასაგებია რომ თავიდან იდეა კარგი იყო მაგრამ ძალიან მალე გადადის ბოროტებაში და ამ ბოროტებას ხვდებით მეორე სერიაში, როდესაც ლინდელ ტეილორი რო გამოდის, რა ქვია, სახალხოდ ელი ვარ რო იძახის და არც ფიქრდება ტიპი, რომ ანუ დაგენძრა რა, ეგრევე ჩაწერს. ის კი არა რომ უდანაშაულოა და იქნება არქივი. ხო, ანუ პირველი კომპრომისია, ანუ დიდ იდეას წირავს საკუთარ კომპრომისს, რა რომ იძახის რომ უდანაშაულოებს არ შევეხები არასოდეს, მაგრამ ეს ელი რა, ეს დეტექტივი ეგეთ რაღაცას უკეთებს, რომ ტელევიზიით გამოდის ტიპი და იძახის რომ მე ელი ვარ და დღეიდან შენზე ნადირობას ვიწყებ და ეს აიღებს ეგრევე ჟურნალს და ჩაწერს რა, ლინდ რაღაცა სახელ დაგვარს და ეს ტიპი მოკვდება. ამ დროს უკან ჩანაწერი ირთვება რომ რეალურად შეგამოწმეო, ეგ ელი არ იყო, ეგ იყო სიკვდილ მისჯილი პატიმარიო, რომელიც თვითონ დაგვრთახდა ამ ექსპერიმენტზეო. ხო, ხვალ მაინც მოკვდებოდაო, ხოლო მეო გავარკვიო რომ შენ ეხა ხარ იაპონიაშიო, იმიტომ რომ ეხლა ეს არხი მაუწყებლობს მარტო იაპონიაში, მარტო ამ ქალაქშიო თუ რაღაც ანუ მარტო ამ ქალაქის ამ რაიონში ჯუკოს შევავიწროვეო და მან კირა მიხვდება რომ ძალიან ჭკვიან ფენომენთან აქვს საქმე, ერთგვარი აზარტიც გაუჩნდება, იმიტომ რომ პირველად შეხვდა თავის თანასწორს რა ჭკვით. ანუ აი პირველად დააფიქსირა რომ ვიღაცა ესე აზროვნებს რა, აი პრაგმატულად აზროვნებს და იწყება ეგ თამაში, მაგრამ გარდამტეხი მომენტია რა. იდეაში რაღაც პონჩი მეც ვეთანხმებოდი თავიდან, როცა უყურებდი პირველად რა პატარა ვიყავი შედარებით და მეთქი რა მაგარი იდეაა და ტიპი გმირია, წირავს საკუთარ თავს. ეს ქვეშეკითხვები მერე გამიჩნდა რამდენად დარწმუნებულია ვისაც კლავს რომ მათი კეისი სწორად იყო გამოკვლეული, ანუ ბევრი ცები გაჩნდა, მაგრამ იდეა მესმოდა, მაგრამ როგორც კი ეს კომპრომისი დავაფიქსირე მან უკვე შემერყა, მაგრამ იცი რითი ვამართლებდი, სანამ იმ დეტექტივი ქალის არკა იქნება რა. ცირითი ვამართლებდი, რომ დიდ იდეას ხანდახან შეიძლება მსხვერპლი ჭირდებოდეს რა. მესმის რომ ეს მსხვერპლი ობიექტურად არის ბოროტი, მაგრამ დიდი იდეაა, მიხვდი, აბსოლუტურად დიდი იდეაა და იქნებ მაგას მიაწერა თქო რა, ანუ აი მაგით გააправა შინაგან მესთან თქო. მაგრამ მე ვარკვევთ რომ იქ რაღაცა ეს დეტექტივი ქალის ამბავი უკვე აბსოლუტურად სხვაგან გადადის რა. ხო, ნახე, ოღონდ აბსოლუტური ბოროტება ლაით იაგამი არ ხდება ერთ ძალიან საკვანძო მომენტამდე. მან მაგ მომენტამდეც მივალ რა. აი არის მომენტი, სადაც ლაითი არის, всё, არც ის მკეთილი სამყარო უნდა, არც არაფერი, всё, ბოროტება ხდება. მანამდე არის უბრალოდ თავის ლიმიტებს ტესტავს. აი ეს თუ გამივიდა, მაგალითად ის ლინდელ ტეილორი მოვყარე, რომელიც ელი მეგონა. ოკეი, შეიძლება ეწყინა, ასე შემდეგ, მაგრამ ეს თუ გამივიდა, კიდე გამივა მსგავსი რაღაც. და ის რომ რაღაც გაგდის, გონია რომ აპრიორი ეკუთვნის. ანუ 100-ია საჭირო, იმიტომ რომ რაღაც სამყარო იმსახურებს ცვლილებას. და ეგ ქალის кейსიც იყო ზუსტად ეგ. იქამდე არც პოლიტიკანებს არ ერჩის არაფერს, მარტო უშუალოდ წინ ვინც ეღობება და არჩევანი თუ დგება რომ ან მე ანის ხო არჩევანს აკეთებს თავის თავს კი ბატონო და სადღაც ხო ძალიან გასაგები არის ანუ ლაითის მთელი პერსონაჟის მუღამი ისაა რომ რაც შეიძლება უფრო ის უნდა იყოს ანუ მე და შენ უნდა ვაიგივებდეთ თავს
სიმპათიას არ იწვევს შენში? სიმპათიას გრიფიტიც იწვევს ჩემში, მაგრამ არც გრიფიტი არ არის ანტიგმირი ბერსერკი. სიმპათია გრიფიტი, არა, გრიფიტი არ იწვევს. მე პირდაპირ ვიძახი რომ მოვიქცეოდი გრიფიტისავით, ანუ ძალიან გრიფიტი რომელ მომენტამდე? ეკლიპსამდე გრიფიტი ბაზარი არაა. არა, ეკლიპს, ანუ უარეს დავატრია, შეიძლება უარესი მე. არა, მე არ ვიძახი რომ მე არ დავატრიალებდი თქო, მაგრამ ანუ ეგ პირში გემო ეგ არ დამიტოვა, ხვდები? აქ მაინც იდეა სადღაც მას მიშვებოდა რომ ხო, აი სადღაც ანტიგმირია. იმიტომ ძალიან მაცდუნებელია თვითონ იდეა. ანუ იდეით ცდუნება ეცადე რომ გაუძლო და უშუალოდ პერსონაჟს შეხედე და რაებს აკეთებს. მეხუთე, იმიტომ რომ ბოლოს აბსოლუტ სახეს კარგავს. ანუ ის დასაწყისში რაც იყო და მანგაში სხვა დასასრული აქვს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. უყურე, არის 37 სერია ანიმესი, რო არ აირიოთ რა ქრონოლოგიაში და რაღაცებში. უყურე, აი ეს არის კლასიკა, კანონი რა, 37 სერია. ასევე არის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, რომლის იცი რატო ღირს ნახვა, მარტო ფინალზე გადაახვიეთ რა. ფინალი არის აბსოლუტურად სხვანაირი. ხო გახსოვს რომელი რუკთან რომ იდის რა? შინიგამი. ხო. ფინალი და მან ხვდები, აი თურმე რას ნიშნავდა აი ეს წესები თავიდან. არის ასევე ისა იაპონური ფილმის ვერსია, რომელიც ნორმალურია, არ ნახოთ არავითარ შემთხვევაში Netflix-ის Death Note. ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც გიქნეს, გადაუხვიეს კანონს, შეცვალეს ყველაფერი და მოკლედ, მარაზმი იყო, არ ნახოთ, არაფერ შუაში არა, კანონთან რა, საერთოდ სხვა რაღაცა იდიოტობა არის. ამიტომ თუ ნახვა გინდათ სიტყვაზე, მეგირჩევთ ნახოთ ეს 37 სერია და აი ეს ფილმის კი არა, სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ბოლო 3-4 წუთი ნახეთ რა. იმიტომ რომ მიხვდებით, რასაც გულისხმობ, როცა ეს 37 სერია გექნებათ რა. სხვათა შორის ახლა მაგას დავფიქრდი, რომ მე მგონი მაგ ანიმაციის დასასრული რომ იმაზე ხო ამბობ შინიგამის სამყაროში რომ ლაითი რომ მიდის რიუკთან, შინიგამი დრო არის. ხო, აი მაგას ვეძახ. თუ სწორედ მახსოვს ეგ არ არის მანგაში და მარტო ანიმეში არის და კანონად არ იცვლება? არა. იმიტომ რომ მე მაგს ხედავ რომ მანგაშიც ეგ ფინალია და იმაში არ გააკეთეს ანიმაციაში. და სრულმეტრაჟიან ანიმაციაში გააკეთეს. აი მან მე მგონი ეგრეა. მე რასაც თუ გვეშლება კომენტარებში დაგვიწერეთ, მე მახსოვს რომ ეგრე რა, რომ ფინალში როდესაც რიუკი ზის აი ამ ყველაფრის მერე თავის სამყაროში ისევ მოწყენილი, მასთან მიდის სპოილერი, მასთან მიდის სხვა შინიგამი, რომელიც ეუბნება რომ მეო გავიგეო რომ ძალიან საინტერესო დრო გაატარეო დედამიწაზეო რა. და მომიყევიო და ვაშლს გადაუგდებს. ვაშლი იქ რა სიმბოლიკა არის ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ. და ანახებენ ამას, რა ქვია, ვიზუალურად ამ შინიგამის და ხვდები, რომ აი თურმე რას ნიშნავდა წესი, რომ თუ შენ ამ დღიურს გამოიყენებ, არც ჯოჯოხეთში ხვდები და არც ამოთხეში. ანუ შესაბამისად შენც ხდები შინიგამი. და ეგეთი ფინალია. მე რო ხვდები, რომ ყველა შინიგამები ოდესღაც თორე ძალიან გვანან ადამიანებს, სხვადასხვა ეპოქის და ასე შემდეგ. თურმე შინიგამები, ალბათ უმეტესობა, ოდესღაც იყვნენ ადამიანები, ვინც სიკვდილის დღიური გამოიყენა. ხო. მაინც რატომღაც მგონია რომ მანგაში ეგ არ არის და თუ არის შეიძლება მე მეშნო მე მახსოვს ეს მაგრამ ხო მაგას არ ვერჩი არაფერს მაგ ფინალს იმიტომ რომ მინიმუმ საინტერესო ფინალია ანუ არასწორი არ არის ხო ბაზარი არა 64-ში ვიხდები ჯოჯოხეთში სად მიდიხარ ბაზარი არა არასწორი არ არის სად ვიყავ ხო, სხვათა შორის ისიც არის განსხვავება, რომ ეს რელიგიური სიმბოლიკა ძალიან არეული აქვს ანიმეში. და მაგალითად მანგაში რელიგიური სიმბოლიკა ესე თვალნათლივ არ არის. ვაშლის გარდა, ვაშლი ძალიან საინტერესო სიმბოლო არის. აი მაგალითად Death Note-ის opening-ში რო არის ადამის დაბადება რო აქვს აკეთე რიუკი და ლაითი, ხო? აი არც ეგ არ მომწონს, იმიტომ რომ ანუ ანიმეს ადაპტაციას ვინც აკეთებს, რეალურად ეგ ტიპი ავტორზე ნიჭიერი არ არის. ამიტომ თუ რამე ცვლის კარგად არ ცვლის 99% შემთხვევაში და ის რომ რიუკი ღმერთად ყავს გამოყვანილი და ლაითი ადამად ეხა მილიარდ კაც შეიძლება ვაფშე სხვაგან წაიყვანოს. კი ბატონო, ბაზარი არა. არ არის ეგრე არ წახვიდეთ. ხო, ჩანაფიქრი იყო თავიდან ლაითზე, რომ ლაითი უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება გასაგები ტიპი. შენი თავი უნდა გაგეიგივებინა და ელი უნდა ყოფილიყო არაფერი მსგავსი. ელი წელშია მოხრილი რას გავს ტიპი, არა უხერხული როჟა არის. არანაირად არ უნდა გინდოდეს რომ ეგ იყო. ისე მიბაძვის ის არ უნდა გაგიჩნდეს ელთან და ამით შექმნა მაქსიმალური კონტრასტი იმისთვის რომ მაყურებელი ეიძულებინა ფსიქოლოგიურად რომ აი ლაითისკენ წადით რა. ანუ ბოლომდე დაიცავით და თქვენი თავი გააიგივეთ. და ნახეთ რა მოხდება ბოლოს, ანუ ნახეთ რა გიქნათ. ხო, ბაზარია, საინტერესოა. ოღონდ მანგის დასასრული კიდე იმით არის განსხვავებული ანიმეს. ანიმე ხო მთავრდება რომ დაჭრიან ლაითი გარბის ქარხანაში კიბეზე მთავრდება გენიალური სცენით, ხო? აი უფრო გენიალურია მანგაში.
ლაითი გარბის ვისაც არ გახსენებთ, რაღაცა ნოსტალგიური სიმღერა არის, თან რაღაცებს იხსენებს. ხო, მზე ჩადის. აი სისხლისგან იწლება. ხო რა, სად დაენგრა ეს იდეალური პირამიდა რა. და მოკლედ სისხლისგან იწლება და აი ისა უნდა მოკვდეს, აი 2 წუთში მოკვდება და რიუკმა ხო აღარ გაწვალებ კაროჩე და ჩაწერა სახე. მანგაში არსად არ გარბის ლაითი. დაჭრიან თუ არა, ეგრევე ფოფვას იწყებს ზირს. ღრიალებს, პანიკაშია, წიკვინებს, ხან ვის იმაშება, ხან იმა რიუქს მიუტრიალდება და ძალიან გული მომიკვდა მაგ სცენაზე რა. იმენა მომიკვდა. მიუტრიალდება და ევედრება რომ დახოცეო ესენიო რა. გეხმე ხო შეგიძლიაო, გემუდარებიო, ყველა დახოცეო და ნახე რა მაგრა გაგართობო რა, ჯერ სათხარო ვაფშე. ამათ რომ მოვიშორებ, მე ნახეო გართობაო და რიუკი იძახის რომ აი всё რა, შენი მოჭამეო. აღარ ხარ საინტერესო. და აი ჩაწერს და ლაითი არის განწირული უყურებს რა. და მან ტყდება. აი გენიალურესი ფინალი არის. გენიალურესი ფინალი არის, როცა გადავალთ ინტერპრეტაციებზე და რა პერსონაჟი რა შეიძლება ნიშნავდეს. აი ძალიან მაგრა იხსნება ეგ ფინალის. ოღონდ მან არის კიდე ძალიან საინტერესო ტიპი, იაგამის მამა. საოცარი პერსონაჟი, კომისარი პოლიციის, რა რომელიც იძიებს საქმეს და წარმოიდგინე შვილი არის ის, ვისაც ეძებს და მან საოცარი სამანტყოფო სცენა არის რა. და მან აი ჰუმანურობის დარჩენილი ნამცეცები მაგრად მომწონს რა. აი ეს მან არის ერთი მომენტი, რომ რუკი ასევე გთავაზობს კიდე ერთ ბონუსს რა, რომ შეგიძლია ღმერთის თვალები აიღო, რაც ნიშნავს, თავად დამაგვიწდა წესი, შე რომ მარტო სახელი ჩაწერო და გვარი ვიღაცის თუ სახეზე არიცი, არ იმოქმედებს. ამ პირიქით სახეზე იცი და რაღაცა მიაჯღაბნო, იმაზე იფიქრო, არ იმოქმედებს. ანუ სახეზეც უნდა იცნობდე ადამიანს და მისი ნამდვილი სახელი და გვარი უნდა იცოდე. მთელი მუღამისა რომ ელის ნამდვილი სახელი და გვარი არავინ არ იცის, სახეზე იცნობს კირა, ესე ვქია, კირა, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვენებს, რომ არ იცის სახელი და გვარი. და ამ დროს შინიგამები თავაზობენ კიდე იჩთებიან სხვა შინიგამები და მოკლედ მაგებს მაინც აღარ გეტყვით, ხო და ეუნება რომ არის ესეთი ფუნქციაო, მე შემიძლია ჩემი თვალები მოგცეო. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს რო შეხედავს, თავზე აწერია სახელი და გვარი. და ანუ უეჭველი და დღეები და რიცხვები რამდენხანში მოკვდება. და შეგიძლია ჩაწერო, მაგრამ სანაცვლოდ გინახევრდება სიცოცხლეო, ხო? უნახევრდება თუ რაღაც. და არავითარ შემთხვევაში არ თანხდება, ხო? ეს იძახის, რომ შანსი არ არის, არ დაგთანხმდებიო და კარი ერთი მომენტი, როდესაც წლები გადის და უკვე ელის ფენომენიც იქ აღარ არის რაღაცა და მამამისი ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე კვდება რა. გახსოვს ეგ სცენა სამონტყოფოში. და ისე რომ იზავს, რომ ის თვალები აქვს მამამის. თუ სწორად მახსოვს, ხო? და უნდა რომ სიკვდილის წინ მამამისმა დაინახოს, რომ ეჭვი ქონდა რა, ანუ ყველა ეუნებოდა, ბევრი ეჭვები იყო, რომ მისი შვილი კირა არის, მაგრამ ვერავინ ვერსად ვერ ამტკიცებდა. მთელი ამბები ხდება მანამდე და სიკვდილის წინ ეს თვალები აქვს მამამის და შეხედავს რა და მიხვდება, რომ არ არის რა. ოღონდ მან ლაითმა, ანუ უარი თქვა რველზე. სპეციალ ხო, რველს რო ამბობ, სახელი და ის გიჩანს რა, გარდაცვალების. რველის ფლობელი თუ ხარ, არ გიჩანს, როდის მოკვდები რა. და ლაითმა უარი თქვა, იცოდა რომ მამამისი. ხო, აქტი თვითონ, ხო? არა, გენიალური სცენა. საოცარი სცენა არის რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა ალბათ მთელ იმაში, ანიმეში, მანგაში, რავი. მთლიან ისტორიაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა. ერთ-ერთი მაინც, თუ ყველაზე მთავარი არის, ბაზარი არა. და რატო? სოიჩირო იაგამი არის ლაითის ერთადერთი მორალური საყრდენი. ანუ ლაითს თუ რაიმე მორალი გააჩნია, ეს არის მამამისი. ოღონდ პერსონაჟის სახე აქვს მიღებული რა, ანუ ამას რო ვიძახი, ძალიან ხშირად ანიხონმე რომ ანიმეებზე მეტაფორულად და რა შეიძლება რას ნიშნავდეს, რა იდეას ანას შემდეგ. არ ლაპარაკობენ და მხოლოდ მიდიან სიუჟეტებზე. და თავიდან მაგიტოვთ მაგაზე მეშლება ნერვები თქო რა, იმიტომ რომ ხან და ხან სიტყვაზე რაღაც პერსონაჟი შეიძლება საერთოდ სხვა იდეას ნიშნავდეს, სხვა მეტაფორულ რაღაცას. და ხო, სოიჩირო იაგამი მამამისი არის მისი, ასე ვთქვათ, განსახიერებული მორალი. და ეს მორალი რო კვდება, თუ შეამჩნია, მანგაში უფრო თვალსაჩინოა სხვათა შორის ეგ განსხვავება ვიდრე ანიმეში. რომ ლაითი აღარ საუბრობს უკვე იმაზე რა ქვია. სამართალზე და აი სამართლიანი სამყარო და ისა ეს. არა, ანუ თუ რაღაცა ეგეთი საუბრობს, რომ გამარჯვება. არ მაგას აღარ დავკვირვებულობ. ლაითისთვის სამართალი უკვე გამარჯვებით იცვლება. იმიტომ რომ ის სამართალი და რას მორალური საყრდენი სჭირდება, სამართლიანობას აღარ აქვს. ხოლო ჭირდება რომ გაიმარჯვოს. და მან ხდება უკვე ლაითი აბსოლუტური ბოროტება.
იმიტომ რომ ვეღარ აკავებს ვეღარავინ. თავისი თავით კი არა და არაფერი აღარ აქვს. ხო, ეგრეა, ბაზარი არა. ეგრეა კი. ოღონდ ეს უფრო თვალსაჩინო არის, როცა გავიაზრებთ იმას, რომ Death Note ძალიან გავს რა, ძალიან ბევრი აღებული არის გოეთეს ფაუსტიდან. ოღონდ ცუდი რაღაც არ არის რა ეგ. და შეიძლება გაუაზრებლადაც მოხდეს. უბრალოდ, როცა ეგეთ თვალსაჩინო არის. ეს შენ ადარებ ხა თუ გონია რომ ინსპირაციათ ეგ იყო გამოყენებული? არა, ინსპირაცია მე გონზე არ ვარ ავტორის ტვინში რა ხდებოდა. ამ მსგავსებ პონტს თვითონ რა. კი, იმიტომ რომ არის ხშირად იქ რასაც მეფისტოფელი განასახიერებს ანუ რიუკია, კი. იმიტომ რომ იმდენად თვალსაჩინო არის ხანდახ შეიძლება მეც რო რაღაც დავწერო ინტუიტიურად სადღაც თუ ადრე მაქვს აგებული გოეთი. იმიტომ რომ ფორმულებად არის უკვე. კი, ეგ არის. როგორც ვილინცაგა არის ჰამლეტი შექსპირის. ხო და მაგას თუ ავიღებთ, იმიტომ რომ უფრო მარტივიც არის მე გაშლა რა და რაღაცების, იმიტომ რომ გოეთეს ფაუსტი დაღეჭილად ვიცით. რიუკი თუ არის მეფისტოფელი და ლაით იაგამი არის აქვია ფაუსტი. სოიჩირო იაგამი არის მოიცა როგორ იყო მდუმარე ღმერთი, დაკარგული ღმერთი, ეგეთი ცნება არის. ანუ ფაუსტიც ღმერთი არის, თუმცა არაფერს არ აკეთებს. და დაკარგული ღმერთი. მანდაც აი სოიჩირო იაგამი არის ღმერთის ისა რა, მორალური პედესტალი ობიექტურად და ღმერთი კვდებაო Death Note-ში. და ღმერთი რო აღარ ყავს ეს ლაით იაგამის, всё, აღარანაირი ის აღარა რა, ვერც გარედან ვერც შინაგანად საკუთარი თავის კონტროლი უბრალოდ არ შეუძლია. და მან მივდივართ იქამდე, რომ მორალური აბსოლუტიზმი არის დამღუპველი. და ძალიან საინტერესოა, ეგ პარალელი არ გამიულია, ჩესნაც რო გეტყვი, ეხა რომ მივხვდი, აბსოლუტურად გეთანხმები ეგ პონტი არის რა. შენ როგორ ფიქრობ, ეხა ვინც უყურებს ამას? ჯობია რომ ორივეს გაეცნო, ხო? ანიმეც ნახო და მანგა წაიკითხონ. კი. მე ყოველთვის მგონია, რომ შონენზე თუ არ არის, შონენი ცალკე ისა. შონენზე შეიძლება ნახო მარტო ანიმე. შეიძლება ხარ ჯერ მანგას ნახო, მანგას კითხულობს და მე ანიმეს ნახულობს, ან შეიძლება არც ნახულობს, ეგ პონტია, მანგაც ყოფნის, ხო? კი, იმიტომ რომ მანგა არის უფრო ორიგინალი. ანიმე შეიძლება რაღაც იყოს შეცვლილი, მაინც თავს ვიზღვებ ხოლმე რა, ოღონდ რაღაცა ფოე და უწუპუწუ ანიმეებზე ხეხზე კიდე მაგათი მანგები რა. Death Note არ არის უბრალო ანიმე, რომელსაც ჩართავ და გაერთობი. და ენდორფინებს გამოყოფ, ასე შემდეგ რა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება, ძალიან გასააზრებელია და ზუსტად იგივენაირი ლიტერატურა არის Death Note-ის მანგა, როგორიც არის, რავი, კამიუ და მურაკამი, რა ვიცი. Overrated anime ხო არ არის? მოდი მაგაზე შევთანხმდეთ. მოდი ასე ვთქვათ, მოვლენა. გავაერთიანოთ მანგაც და ისიც რა, ანუ ის რა საკულტო ადგილიც უკავია და უკავია უცვლელად რა Death Note top 10-ში ყოველთვის არის რაღაცა, ვინც არ უნდა ლაპარაკობდეს, რომელი რაღაცა ჩარტიც არ უნდა იყოს, ანუ სულ უჭირავს თავისი ადგილი რა. მე ვთვლი რომ აბსოლუტურად დამსახურებულად. მე შეიძლება იმდენი ათასობით ანიმე არ მაქვს რომ შევადარო ნანახი, მაგრამ რაც მაქვს ვთვლი რომ ანუ იმდენად უნიკალურია, იმდენად კარგად გაწერილია ყველაფერი და იმდენად გულდასაწყვეტია რაღაცა 37 სერია და მეტი არ არის სიტყვაზე. ან ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ დაჟე შეიძლება და უფრო ცოტაც ყოფილიყო. რაღაცეები არის 1-2 მომენტი რომ სადაც ცოტა ხო აი ის მეორე ის რომ შემოძდა დეტექტივების დევნები და რაღაცეები. ეგეც საქმეს ემსახურება, ყველაფერი საქმეს ემსახურება, ბაზარი არ აქვს. და ეგ არის. სხვათა შორის იაგამის მამის სიკვდილის შემდეგ. არა, მე რომელი ვიგულისხმე, იცი? თვითონ პერსონაჟები არ მოგწონს? რაღაცა პერსონაჟები, აი მაგალითად, გახსოვს იქ ერთი სხვა კი რაც იჩითება, მაფიის ბოსი რო არის რა. მაშინ ვერტალიოტით რო დააждებენ, საათში რო აქვს ფურცელი რა, შენახო, აი რაღაცეები იყო, რომ მესმის რო საქმეს ემსახურებოდა, სრულ storytelling-ს, მაგრამ რაღაცეები ცოტა მქონდა ხოლმე, რომ პირველად რო უყურე არა. ხო იცი, მეორე და მესამე რო უყურებ, რომ აი უკვე რო ადარებ რა მნიშვნელოვანი არკა ბჭყალებში რომელია მნიშვნელოვანი პერსონაჟი, აი რაღაცეები ცოტა გამავალი პონტი იყო რა. აი ის მომენტი. უყურე შენ ახლა რა მომენტიც აღნიშნე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ აი ხო ფიქრობ რამდენად გეთახმები ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ფეხების დაბანის მომენტი რა. რას განასახიერებს? ბიბლიური სიმბოლიკა არის რა. და მან გონია რომ ელმა იცის უკვე რომ უნდა მოკვდეს. ეგ 100%. ელმა სხვათა შენ ვასპოილერებთ, ხო ხარ? არა, ნუ ეხლა თუნდა ნახი არ ხო, მოკლედ უნდა დაიწყოს ხოლმე ანიმე ესე რა, იმას გავაკეთებ, ხო იცი, დისკლეიმერი თუ რაღაცა რო არის. აქ იქნება სპოილერები, გვაპატიეთ, რაღაცას დავწერ და გავაკეთე. ხალხ ან
1 საათი ამ პოდკასტ Death Note-ზე თუ უყურებთ ისე რომ Death Note-ი ნანახი არ გაქვთ. მალადეს თქვენნე რო. გაისინჯეთ ვინმეს. არა, მართლაც ეჩი, ანუ Death Note. რატო? ან საღო, ესე იგი ესე გაგებული მაინც ქონდა და გაინტერესებდა ახლობთ რაზე იყო. თუ ეგეთი ხართ მალადეც. ანუ უფრო მაგარი იქნება რომ არ ჩართოთ. აი ამ ყველაფერს მოусმინოთ და არ ჩართოთ. ესე იგი ჩვენ ცუდი პოდკასტერები ვართ, ან ცუდი წამყვანები ვართ. არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ ვინც აქედან ეხა უყურებთ და არ გაქვს Death Note ნანახი, თიშეთ. არა, იმას გულისხმობა აუცილებლად მინიმუმ ნახავს რა. ყველა პონჩი ნახავს. მგონია რომ თან კიდე ერთხელ ხაზგასმით მინდა თქვა, ეს არის ანიმე, რომელიც იმენა სანახავია. აი მართლა სანახთა, მალე ნახავ, ანუ მალეს ნახავ და სხვათა შორის მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპოილერები დიდ ნერვებს არ მიშლის რა. გააჩნია რაზე მაგალითად მე რაღაცას მოусმინე ფილმის რევიუსს რაღაცა. ოკეი, იყოს რა სპოილერები, ან ბოლოს ის მოკვდება, ოკეი, მოკვდეს. როგორ კვდება, ხო? არა, ეგ თავისთავად. ყველაფერს ვამიყვები, მაგრამ არის ხო, აი Marvel-ზე მიმართება, რომ აი რაღაც სპოილერები არ მიყვარს ხოლმე. რა, კაი, რის თქმა მინდა და უყურე ყველაზე სევდიანი სცენა რომელია? შენი აზრით. მე მაგ ჩემ ყველაზე სევდიანი სცენა. ვა. ეგ ფეხების დაბანა? ფეხების დაბანა ერთი. არა, ერთი და ორი, არა, ეგრე მეორე. ყველაზე მეტად. ემოციურად შენზე რომელმა იმოქმედა რა? დასასრულმა, მაშინ. ფინალმა? მოდი ესე გეტყვი, მე რო ეგ მანგის ფინალი მახსოვდეს, ალბათ ეგრე იმოქმედებოდა ჩემზე. ამ ფინალმა იმოქმედა. ხო. ჩემთვის აი ქალი დეტექტივის ფინალი რა. იყო მე მგონია რომ ვაფშე ეგეთი გადაწყვეტა. ჩისტა დახატული გადაწყვეტაც რა გაიხსენე, გატრიალდება სახჩობელა თუ იცი რა დამემართა რომ ეს იყო არ ვიცი რა გითხრა რა. ანუ აი ხა ვინც მე ნახავთ და არ გაქვს ნანახი, აი ხა მიხვდებით ფინალი რაც იგულისხმა და მიხვდებით სადღაც შუისკენ არის დასაწყისისკენ, სადღაც აი მე-19 სერიაშია, აი ეს სცენა, როდესაც დეტექტივის ცოლთან აქ დიალოგი და მე რაღაცა ხდება. სხვათა შორის მან მქონდა პირველად რო უყურებდი, რაღაც 13-ის ვიყავით, ბავშვი ვიყავი ძალიან. ეგეთი ის მქონდა რა, რომ თავიდან ლაის ბალეში ყოფდი მაგრა რა. მაქსენის მერე მქონდა ზუსტად მეც. ძალიან იმედგაცრუება და всё, მე ხო რა, აგიბო როტია. ეგეთი ტიპები თან მაგრამევასებიან ხო, ეხლა მურაგულ რაღაცა, ისეთი რაღაცა და სად რას მივხვდი ისი რომ აი ეს დიალოგი რო აქვს თან ნელ-ნელა რომ მიდიან და იქ ის პოლიციელიც რო ჩაულის ძალიან იტო და რომ გინდა რომ გააჩეროს რა და პოსტარანაირის უცებ ანუ 5 წუთის წინ ლაითის მაგარი ფანი იყავი და ეხა გიზიცხება რა ტიპი ნელ-ნელა და ეგ რო გავიაზრე ხო, ეს არის მეტამორფოზა ეგ მინდა რა ქვია. ჰეითერამდე გზა უცებ. თუმცა მაგის ქმრის სცენაც საოცარია მეტროს. კი, კარები რო აუ, აი როგორი სცენა. ვაფშე ეგ არკა დასაწყისში ეს ხუთი დეტექტივი რომ მიესევა. ძალიან მაგარია რა. მოდი ახლა რაზე მინდა ვილაპარაკო. ანიმეზე თითქმის მეტნაკლებად რაღაცები გავაჟღერეთ ახლა რა, სურვილით სინოფსისის თქვით. თავარი სათქმელი კი არა, თავარი იდეა რა. აუ რაც შენ თქვი, რაღაცა ის გოეთეს ფაუსტის ამბავი რა, მეფისტოფელის დილემა და ასე შემდეგ. უყურე, ეს განასახიერებს ძალაუფლებას. ამ კონტექსტში განასახიერებს ძალაუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განასახიერებს დაუსჯელობის სინდრომს. ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალაუფლება. რა, ერთი მეორეს გარეშე ხანდახან იმდანად ფასეული არ არის. რაღაცა მიდიხარ ძალიან. რეალურად წარმოიდგინე რომ არსებობს დღიური. ერთია ახლა თქვენ გულებში რას ამბობთ, აი რაზე მინდა ეს პარალელი გავუკეთოთ, ბევრი მიფიქრია ამაზე რა. და სად შევედი ჩიხში, უყურე. ერთია რომ ახლა რომ მკითხო, წავიდოდი თუ არა მე მაგ დილემაზე, რომ აი ბოლომდე დაუსჯელი, ელი რო არ არსებობდეს ჩემ ცხოვრებაში. ამ სამყაროში რო ელი არ იყოს და ეს ძალაუფლება ხო აბსოლუტურია, ჩათვალე რომ ყველაფერი. დავრჩებოდი თუ არა ეგეთი სუფთა იმ იდეის რაღაცა ეგიდით რომ მხოლოდ ბოროტებას, მაგრამ ეს სუბიექტური იქნებოდა ეს ბოროტება, მაგრამ ვეცდებოდი მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყავი, გამეწმინდა და მე გავჩერებულიყავი. ანუ რამდენად გამოვიყენებდი ჩემი კეთილდღეობისთვის, აი ეგ დილემები იქით გავწიოთ რა. სტალკერი ხო გაქვს ნანახი ტარკოვსკის რა. იქ არის გენიალური მთავარი ამბავი რომ ვისაც არ გაქვს ნანახი ეს არის რაღაცა დაახლოებით იგივე პონტი არის რა. არსებობს ადგილი რომელიც შენს სანუკვარ ოცნებას ასრულებს. რაღაცა სტალკერები შედიან, გენიალური ფილმი არის რა ტარკოვსკის თუ არ გაქვს ნანახი, მაგრამ დედა აზრი რა არის, იცი რომ ერთია რა გინდა ყოველთვის და მეორეა შენს ქვეცნობიერს რა უნდა. და იქ არის ეგ ფინალი რომ როდესაც შედიან ამ ოთახში, ვიღაცა შედის რომ სიტყვაზე გადაარჩინოს ახლობელი,
მაგიდეით რა, რომ გადამირჩინეს შვილი თუ რაღაცა და იღებს უზარმაზარ ფულს. ანუ განასახიერებს იმას, რომ ეს უნდოდა, მაგრამ ჭირდებოდა და ქვეცნობიერს უფრო იმისკენ ილტვოდა რა. ოღონდ ხმამაღლა არის ხმა თავის თავთანაც ხო, თავის თავთანაც. ანუ აი ეგ პონტი რო ავიღოთ რა და ჩვენ თავთან რო დავრჩეთ და დაჟე სტალკერის ოთახშიც რო აღმოჩნდეს რომ არ ვართ ჩათლახები რა. რამდენად გადადგავდი ამ რამეს? უეჭველი. გადავდგავდი კი არა. ანუ მე ზოგადად პრეტენზია მაქვს. პუტინსერ პირველს ხო ეგრე. პუტინს ხო პირველ. ანუ მთელი კრემლი, კრემლი და ხატა, კრემლს რო ხატავ შიგნით. დაჟე კრემლ სოლიშვ რაღაცა არ მაინტერესებს. ოჯახიც დაიშჩება. უიდედა. 153 მილიონია თქოს. 153 მილიონი კაცი ჩაიწერება. მოკლედ. ო ეს არის ძალიან ბოროტი. მე მაინც პროშერჩევით სამართალი მექნებოდა. მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ კარგი ადამიანი ვარ არასდროს რა. ანუ მაგაზე პრეტენზია არ მაქვს. აი ეგ განასახიერებს და კარგად სუდ ადამიანს. ნახე თუ იმ დათმობებზე არ წახვალ. ნახე კარგ რაღაცამდე სად მიდიოდი, ნახე ის რო ახსენ, პასუხისმგებლობა რო ახსენე რა. და დესნოუსი მგონია რომ თემა ის კი არ არის რომ აბსოლუტური ძალაუფლება არ ყნის, არამედ ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ნახე ამას რო იყენებ, შენ პასუხისმგებელი არ ხარ, იმიტომ ვერავინ ვერ მოვა, არავინ არ იცის რომ ეს გაქვს რა. შენ პასუხისმგებელი არ ხარ, მიხვდი? ვერავინ ვერ დაგსჯის ფიზიკურად. ძალაუფლება ამ პასუხისმგებლობის გარეშე კი არ ყნის, უბრალოდ სადღაც ბოლოს უაზრობამდე მიხვალ რა. იმიტომ რომ როგორც ნიერმა თქვა ბოლოს, სანამ შენ აბსოლუტური ობიექტურობის შესვლა არ შეგეძლება, იქამდე კი რა იქნება უბრალოდ მკვლელიო რა. საშინელებებს ვიზაო, მაგრამ ვერც ღმერთი ვერ გავხდები რეალურად. ვერც რაღაც ვერაფერი. მაგრამ ჩემსაც მაგრა გავისწორებ ხალხმანული. ძალიან მაგრა გავისწორებ. მოდი კომენტარებში გულწრფელად დაწერეთ რა, ხელში რო ჩაგივარდეთ დესნოუთი, არ არსებობდეს ელი, ანუ როგორც რაღაცა დაუსჯელობის სინდრომის რაღაცა განსახიერება, უბრალოდ დასჯის თავარი მექანიზმი, არ არსებობდეს რიუკი, რომელიც ასევე დასჯის მექანიზმია რა, ვიღაცა შეიძლება ჯოჯოხეთ 60-ს რაღაცა ფინალში არ არსებობა აშინებდეს, ანუ პროსტა არსებობდეს აი ეს მაგიდიას რამდენად გააკეთებით. ვიღაცები შეიძლება პროსტა დაისყოს მეზობლების ყოცვა, ანუ მაღაზიის ვალი გაგდა გეზარება და ვიღაცამ შეიძლება ეგრეც გამოიყოს. არა, აი კირას რა იდეაც აქვს რა, იაგამილაიც რომ რითიც იწყებს უბრალოდ რომ წმინდავს მხოლოდ აი აბსოლუტური ტერორისტები, მანიაკები, პედოფილები, აი ეგეთ ტიპების მას ასუფთავებს რა, არეალს და მე რაც ხდება, ეგ ხდება. აი ეგ დაგვიწერეთ მაშინ რა ქვია კომენტარებში. ამასობაში კი გავიდა ერთ საათი. მე კაი შემომაკვდებოდა ეხლა რომ დავფიქრდი. კარგი ადამიანები. არა კიდე აი მე არ ვიცი, მე მინდა რომ არ მინდა მაგას. კიდე ერთხელ ვიცი, მე არ ვიცი სტალკერის ოთახში რომ აღმოჩნდა იქ რა მოხდებოდა, მაგრამ მინდა დავიჯერო რომ ესეთი ძალაუფლება რომ ჩამივარდეს, ალბათ გამოვიყენებდი. ოღონდ გამოვიყენებდი აი ესე ჯერ შაბლონურად მომდის თავში, ხო ხდები აი. რა ჯვარი გეწეროთ მე. ხო ხდებით რომ ხატაობა იყო. აი არიან ალბათ რაღაცა პლანეტაზე ობიექტური მეტნაკლებად ობიექტური ბოროტებები, ვინ ჩვენ ქვეყანას დაუშავა, ჩვენს რაღაცა ერს, ჯიშს, ვიღაცას დაუშავა და მინიმუმ რაღაცა შეიძლება ხელი წამსდენოდა. მე რა იქნებოდა, აი ეგ უკვე მთავარი შეკითხვაა რა. მე გემოში რო შედიხარ და უსჯელობდი მე რა იქნებოდა. გიტრუხდი, ნახე თუ შენთვის სიტყვაზე საწყის ეტაპზე მაგალითად კვლელობა დამამძიმებელი გარემოებით არის რაღაცა მინიმუმი რო აი ამის ზევით ვკლავ. სადღაც მაგრა გაგიტრუხდება რა და სადღაც ეს საზღვრები დაიწევს და აი რაღაცა პურის ქურდს რომ მიაკლავ იქვე. ხო. და პურის ქურდიდან რეალურად ტოლერანტობა, აი კონტროლი იქნება. აუ არა, აი ეგ კიდე რაღაცა ის სამოთხერო იქნება რა. აი უყურე, მან არის ერთი ფაქტორი კიდე. წესებში წერია რომ თუ არ მიუთითებს სიკვდილს, გული უჩერდება ადამიანს. ოღონდ შეგიძლია ხო? აი მაგასაც იზავდი? მრავალფეროვანი. აუ როგორ გავიხსნა. არა, აი ეგ ზუსტად ვიცი რა. ხალხო, აი ალბათ აი სიტყვაზე რაღაცა იყოს. ერთი ჩამომიგდე და ანუ ვაშლის ჩაკმაჩის ხმარო იყოს ეხლა. პუტინის 24 საათიან ძალიან მაგარ ვიდეოებს გავხერ. ბიჭო, მაგას შეჩივე შეკპირდები რა, რომ აი მრავალფეროვნებას გამოვიყენებდი არა. ძალიან კრეატიული ვიქნები. ოჰო. ძალიან კრეატიული ვიქნები. კარჩი კომენტარებში ველოდებით თქვენს გულწრფელ ასე ვქია პასუხებს რას იზავდით, როგორ იზავდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ხო, კიდე რაღაცაზე მინდა და საუბარი ხო. ძალიან სტუდი გადასვლა არის. ინტერპრეტაციებზე რა.
რომ Death Note არა მარტო ანუ მონსტრი იქ რა ქვია ევანგელიონის მაგალითად Elfen Lied-ია ეგეთი მსგავსი ანიმეები და მანგები Elfen Lied ის არის იცი აუ გოგო რო ყავთ იმეებს რომ მართავს აიმე რა მაგარი ანიმეა ძალიან ეგეთი რაღაცები ანუ ძალიან ბევრნაირად შეიძლება ინტერპრეტირდეს იმიტომ რომ წინა იმაზე ხო თქვი ნარუტოზე ახსენე რომ ჩაკეტილია თქო ეს არის ძალიან ღია და ოღონ განსხვავება რა არის რა ეხა ძალიან კონტექსტ გარეთ რო არ თქვა რომ ჩაკეტილი შემთხვევაში არის რომ მორალური განსხვავებები პერსონაჟებს შორის არის ძალიან თვალსაჩინო მორალურ გულისხმობ ანუ აქეთ თეთრი არის აქეთ შავი კითხვების დასმის საშუალებას რეალურად არ გაძლევს უბრალოდ ანუ პასიური ხარ შე როგორც მაყურებელი Death Note-ში ეხა Lights და იაგამის შორის კი არა ხო მორალური ესე დიდი განსხვავება ხო არ არსებობს ხო ანუ ლოგიკურად და შეიძლება როგორ იმაშება რა უნდათ გესმის სხვადასხვა რაღაცა უნდა ამაზე დაჭერა მოკლა მაგრამ არც ელი არის მივხვდი ანგელოზი ისიც აკეთებს ამ რაღაცებს და კი ხო ანუ ზღარ არ არის გავლებული და შესაბამისად ავტორის სიკვდილი ქვია მაგას მსგავს ღია ტექსტებში როცა გამოქვეყნდება აღარ ეკუთვნის ავტორს და ღია არის ინტერპრეტაციებისთვის რა მაგალითად რა პერსონაჟი შეიძლება რაც ნიშნავდეს როგორც მე ვთქვი რომ ის მამამისი არის მორალური ის და ძალიან საინტერესო თემა არის რიუკის პერსონაჟი მაგრამ რომელიც აი ერთმნიშვნელოვნად მგონია რომ აი ნახე რიუკი პერსონაჟი და ვაშლი ხო სიმბოლო აკრძალული ცოდნის ვინ შეიძლება იყოს აი მეტაფორულად ხო აკრძალული ცოდნა აქვს და არევას მაყურებელია მიხდი ანუ მაყურებლის პერსონაჟია როგორც ავტორებს ყავთ თავიანთი პერსონაჟები ხანდახან კონსტანტინე გამსახურდიას ის რო არის გიორგი პირველი თუ არსაკიძე არც ერთი არ არის აბიტურიენტები პიპა არის მაგრამ ხო ხო პრინციპი ეგ არის რა რომ ხშირად შეიძლება რაღაც პერსონაჟები მარტო ესე არ იყვნენ რა იმის იქითაც რაღაც მორალური იდეა იყოს ეს ანიმე მაგის კარგი მაგალითია კი იმიტომ რომ რიუკი არის აუცილებლად მაყურებელი ოღონდ მაყურებელი კარგ კონტექსტში არ არის მე რომ რიუკი ვარ მანდ ჩემზე კარგს არაფერს არ იწახის რა ავტორი არ მეუბნება რომ ყოჩავ პირიქით ანუ სახეში მაფურთხებს რა მაგით იმიტომ რომ შენ ხარ ის მაყურებელი რომელიც უბრალოდ მოიხმარს ამ ისტორიას არც არანაირი მიჯაჭვულობა არ აქვს პერსონაჟს და უბრალოდ უნდა რომ გაერთოს და როცა всё მობეზე გაუტრუხდება მიხვდება რაღაცა ჩაწერს სიტყვის როგორც რიუკმა გააკეთა და მსგავსად ხო ის ინტერპრეტაცია ისიც მე რომ თვითონ ლაითი ხდება მე შინიგამი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ თუ რიუკი არის აქვია მაყურებელი მაშინ ლაითი ავტორი გამოდის აუცილებლად და მან მიდივართ იქამდე რომ კი ერთი არის დეტექტიური თრილერი დრამა ცოტა მისტიკაც ასე შემდეგ მაგრამ მეორე არის ის თუ როგორ ვერ ახერხებს ავტორი შეცვალოს რეალობა რაოდენ ძალიანაც არ უნდა უნდოდეს ძალიან საინტერესო პოინტია და მან მიდივართ იქამდე რომ ამ ავტორის მორალი არის სოიჩირო იაგამი რომელიც ყდება ბოლოს მისა სხვათა შორის არ გვისაუბრია მისა არის ფანბაზა რაღაცა მაინც დავტოვე ყოფდები ესეთი რა უირო გავუკვირდეთ რო ჩართო შეშლილი ფანბაზა ხო და ანუ მაგ ლოგიკით ბევრ არა ოღონდ სად ჩიხი სადა იცი რომ ჩიხი კი არა და მთავარი პოინტი ეგრე ყველაფერზე ვერ იტყვი რა რომ აი ჩემი ინტერპრეტაციაა და რაღაცა ანუ საფუძველი უნდა გქონდეს რა მაგალითად მე რო ვიძახი რიუკი მაყურებლის ის არის მაგის საფუძველი მაქვს იმიტომ რომ ხო რეალურად მაყურებელია სიუჟეტურადაც აკრძალული ხილის ის და ანუ სიუჟეტს ერგება მივხვდი სიუჟეტიდან არ გავდივ ახლა რაღაცებს ხო ჰაერიდან მოტანილი კარტები არ არის შეიძლება ავტორს საერთოდ ფეხებზე ეკიდა ეგ ყველაფერი მაგრამ მე ეს ტექსტის და ანიმეს მაძლევ შესაძლებლობას რომ ეგეთ რაღაცები ვფიქრო და ეგეთ რაღაცები უნდა ვიფიქროთ რა მარტო ის რომ თელი მუღამიცეგაა ბაზარი თელი მუღამიცეგაა რა და სანამ ეგეთ რაღაცებზე არ დავფიქრდებით ანიმეშნიკები და მარტო ის იქნება რა მაგარი ჩხუბი იყო ძმა და აბა რომელი უფრო ჭკვიანია და რა მაგარი ანიმაცია აქვს იქამდე ანიმე იქნება უფრო დაბალ ხო ის არის რომ ხო ხდები ხშირად ანიმე არ გაძლევს ამდენი ფიქრის საშუალებას აი ეგ არის ხდები მეინსტრიმ ანიმე არ გაძლევს ალბათ ხო რა ანუ აი ესეთი ანიმეები underground-ს ვერ დავარქმევ ამას იმიტომ რომ ძალიან გაპაფსავებულია ყველა მიცის იმიტომ რომ ეკუთვნის მაგრამ ხო ძირითად შემთხვევაში აი ეგეთი ანიმეები ესე ბევრი საფიქრალი თითქმის ყველას აქვს მაგრამ
აი ფუნდამენტალურად ყველაფრის ინტერპრეტირება რო შეგეძლოს, აი ეგრე გახსნილად, ცოტა ანიმე მე მახსენდება ცოტა ანიმე რა. ეგ უბრალოდ გონია დროის ბრალი რა. 21 საუკუნეში ანიმეს რო თავი დავან ფილმიც კი, ბაზარი არა. წიგნები არა, წიგნებს არ აქვს. ბაზარი არა. ფილმებში დიდი გალია. უბრალოდ ხო, იმიტომ რომ ადრე თუ ფილმები იყო, მაგალითად 1919 წლის ნოსფერატუ, ხო იცი? ეხა მე რო გითხრა რომ მაგ ნოსფერატუში თავიდან ბოლომდე მოყოლილი არის პირველი მსოფლიო ომის ისა თქო რა. პირველი მსოფლიო ომი მოყოლილი არის ვამპირზე ფილმში პირველ ჰორორზე. ხო, ეგეთი რაღაცები ხო. არა, ვიღაცა ტიპს რო შეხედავდა გერმანია, ეს ინგლისი არის, ეს რაღაც ჯდება კარგად. ხო. იგივე შეიძლება ეძიოთ ანიმეში რა და აუცილებლად უნდა ქნათ. ესე იგი, ეს არის იცი რას თქმა მინდა რომ ეს ფორმა მე ძალიან მომწონს რა რომ ავიღე თითო ანიმე. სტუმართან ერთად შეიძლება აი ჰიტასპონჩი რაღაცები ვაკეთოთ ხოლმე შეჯარებები. არა, ვინ იქნება მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ფორმას ვიძახი რა, როცა სტუმარი გვეყოლება, იქ შეიძლება იგივე თიმებიც გავაკეთოთ, რაც გავაკეთოთ რაღაცები, მაგრამ თუ მე და შენ ესე ჩაუждდებით ხოლმე ძირითადად, ავიღოთ ესე კონკრეტული ანიმე და ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულება, ჩვენი ინტერპრეტაცია გადმოვანთხიოთ ხოლმე და დანარჩენ უკვე თქვენ გადაწყვიტეთ რა ამ ანიმეს მოიხმართ, არ მოიხმართ, ჩაუღმავდებით, არ ჩაუღმავდებით ერთი სიტყვით. დღეს გავედით ბოლოში. ეს ამბავი. ეს Amazon-ზე არის თუ გინდათ, მე არ მახსოვს ვიღაცა მაჩუქა, მაგრამ აი ძალიან კლასნია რა. ანუ აი ძალიან ზუსტად აი ისე არის როგორც ანიმეში არაჩვენებია. ყველა ის წესებია, ზუსტად ისე არის. დაჟე როგორც მოიხმარდა, ნახე ისინიც კი არის, რა სახელებს წერდა, გახსოვს? თავიდან, აგე? როგორ ჩაწერა, ანუ ყველაფერი მიყვება ზუსტად ისე რა, როგორც ანიმეში ხდება. ეს ძალიან მიყვარს. ხო და ეს მიმაჩუქა არ მახსოვს, მაგრამ მადლობა ძალიან დიდი რომელიღაცა კომპანია. ეს არის სასაჩუქრე ანიმეს ნაკრები, რომელიც ჰიტას ვაჩუქე დაახლოებით ეგეთი არის. ჯერ კიდევ დარჩენილი მაქვს ალბათ ერთი 10 გადაცემაზე გვეყოფა. და მოდი როგორ გამოვაცხადოთ კონკურსი და მე გამარჯვებულს გადმოგცემთ რა. რა წესი იმას ვქნათ? არ ვიცი. კომენტარებში რა ქნათ? კომენტარებში რა აქ? კომენტარებით უნდა ვქნათ ყველა პონჩი, ანუ საინტერესო კომენტარი რო დავაფიქსიროთ რა. საინტერესო კომენტარი რო დავაფიქსიროთ. რა კითხვა დავტოვოთ ეგეთი? შეიძლება ის რომ ეხა მე და შენ აქ კიდე ბევრი რაღაცა გავმაზეთ რა. არა, ყველა პონჩი, ანუ ყურე მაპატიეთ ხო, ანუ არ გეგონოთ რომ ჩვენ რო კიდე აქ ერთი 5 საათი ვიждდეთ, ისე გვიყვარს ეს თემა, რომ ანუ ვიბაზრებთ გაუჩერებლი. უბრალოდ ეს ფორმატი მინდა იყოს აი ესე ხოლმე რა 40-45 წუთი, ამისთვის უნდა გადაიღოს სადღაც საათი, მოიჩეხოს, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში თავიდან რა, აი პირველი სეზონი დავარქვათ, პირველი 12-16 გადაცემა, ეს არის სატესტო რეჟიმი მაინც რა, ხო ხედავთ ლოკაციებიც კი იცვლება, ეხა სხვა გამწერთ, შუქს ტესტავთ, იმას ტესტავთ, სპონსორი არ არის, რაღაცეებს ველოდებით, ნახოთ რა, ანუ ეს თუ გადაიზრდება იმაში, რაც ძალიან მინდა რომ ანიმე პოდკასტი არ არსებობდა საქართველოში და აი რაღაცა ეს ნიშა დავითრიოთ და კარგად ვაკეთოთ, ბევრი საინტერესო სტუმარი, ბევრი საინტერესო ანიმე რაღაცეები განვიხილოთ და მივაწვეთ. გპირდებით რომ აი როგორც აღარ ჩემი პოდკასტია ხოლმე შეიძლება 3 საათიც იყოს ხანდახან, ვაფშე არ იქნება პრობლემა. მინიმუმი გახდეს 1 საათი აქაც, მაგის პრობლემა არა. ეხლა გვაპატიეთ რომ აი თავიდან სტარტი არის და რაღაცეებზე ისე ვართ რა, ჯერ. კითხვა რა დაუტოვოთ? რის მიხედვითაც გამარჯვებულს გამოვავლეთ. მოდი კითხვა დაუტოვოთ. ორი პერსონაჟი არ მიხსენებია, რომელიც ძალიან დაჩაგრული მგონია რა, აი შენ რა სიტყვი. ეგ არის მე პოლიციელი ბიჭი? არა. მაგარი კაცი. ეგ მამაცუდა მაგარი ძმა არა. ეგ თავისა შევა. გულისხმობ ნიერზე და მელოზე, ელის პროტეჟეებს. სპეციალურად არ მინდა რაღაცები ვახსენო, ხო? ხო. და მაგათი როლიც იგივე რა შეიძლება ნიშნავდნენ. რატომ მგონია რომ ძალიან კარგი ისინი არიან, გამგრძელებლები ამ საქმის. აი ყველაზე კაი იმას ვინც დაწერთ რა, ოღონდ სიუჟეტს ნუ ახსნით, ანუ ეცადეთ რომ განიხილოთ რა, თვითონ პერსონაჟები არის. ანუ კითხვის არსი რო გავიგო, ესე იგი ენი და მელოუ. ხო, მელოს საჭიროება რა. აი საჭიროება. რატომ მოკვდა ელი და რა საჭირო იყო ეს ორი პერსონაჟი? ვინც ყველაზე კაი რაღაცას დაწერს? მოსულა. იმიტომ რომ საინტერესო იმით ტყუილა არ ხდება ეგ. მოსულა, მე მომწონს ეგ ყოფილა რომ ელი მოსულა, ბაზარი არა. აი რო თქვა რომ ელი მოეკლო გვაპატიეთ ხარ ხო? რა ვიცი, არ იცით რა იქნება. მე ბაღეკალამს აიგეთ მოთია. მოკლედ, კითხვა გაჟღერებულია ამონათ და კიდევაც. ყველაზე საინტერესო კომენტარს ჩვენ ორივე მივუწერთ რომ გამარჯვებული ხართ თქო, ერთმანეთს შევთანხმდებით. იმედია რომ იქნება ასარჩევად საქმე
და მე ნუ რაღაცა ერთმანეთს როგორმე გადავიკვეთებით და საჩუქარს გადმოგცემთ. მადლობა, გაასწორა. კოჩეს უღმესი მადლობა. ბრაზა, ძალიან მისწორდა შენთან ანიმეებზე განსაკუთრებით კომუნიკაცია ყოველთვის მაგრად მისწორდება. იცით რა დაგვიწერეთ ასევე კომენტარებში, რომელ ანიმეს იხილავდით შემდეგი პოდკასტის განხილვის თემად? იმედია ნანახი გვაქვს, თუ არა გვაქვს ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ ვაფშე Dragon Ball-ს ნუ იწყებს, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ. ნახვა შემდეგ პოდკასტამდე შანსი არ აქვს, მაგრამ მამეთ არ არის გამორიცხული. ანუ აი, დაგვიწერეთ ხოლმე ანიმეები, რომელზეც გინდათ, რომ შემდეგი პოდკასტი იყოს. ყველაზე მეტი ხმა, რომელსაც ექნება, ვეცდებით რომ გავაკეთოთ. Всё. დატებაიო.